Ჩვენ პირდაპირ ეთერშია დაირღვა თუ არა საარჩევნო კოდექსი ადგილობრივი არჩევნებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ დედაქალაქში პოლიტიკური პარტიების პლაკატებს ისევ შეხვდებით, თუმცა კანონმდებლობაში სხვა რამ წერია. კოდექსის საარჩევნო სუბიექტებს სააგიტაციო მასალისგან ქალაქის გაწმენდას საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 15 დღეში ავალდებულებს. დედაქალაქის ახალმა მერმა ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის ქართულ ოცნებასაც გამაფრთხილებელი წერილი უკვე გაუგზავნა. თემით დღეს ქეთევან ბრაჭული დაინტერესდა. ცვლილებების არჩევა კახაკუკავა მოსახლეობას არჩევნებამდე შესთავაზა. ქვეყანამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, თუმცა ამის მიუხედავად თბილისში წინა საარჩევნო განწყობა მეტნაკლებად მაინც იგრძნობა. კუკავას მსგავსად საარჩევნო სახსოვარი თბილისს სხვა კანდიდატებისგანაც დარჩა. ნარმანიასგან, მელიასგან, ყაბლაძისა და ინაშვილისგან. ამიტომ პოლიტიკური მრავალფეროვნება თბილისის ქუჩებში არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგაც შენარჩუნებულია. მე ვთვლი, რომ უნდა ჩამოხსნა აუცილებლად და რა თქმა უნდა ეხა ამახინჯებს ქალაქის იერსახეს. რომელი პოლიტიკური ორგანიზაციას გააკეთებს სურათები თუ რა იქნება პლაკატები, ის უნდა მიხედონიო და ჩამოხსნას. აბა სხვა ხوار გააკეთებს იმად გასაკეთებს საქმე. უნდა ჩამოხსნან და რა შეიძლება სწრაფად ისეთ დამახინჯებულია ჩვენი ქალაქი ამდენი ნაგვით და ზედმეტ ნაგავი აღარ ასაჭირო. ვისაც დაეზარა და საარჩევნო მასალისგან დედაქალაქი არ გაწმინდა, მას საჯარიმო სანქცია დაეკისრება, ანუ თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას. თუმცა მანამდე ახლად არჩეულმა მერმა სპეციალური წერილი ყოფილ კონკურენტებს გადაუგზავნა და უკანასკნელად გააფრთხილა, რომ საკუთარი პლაკატის ჩამოხსნა უზრუნველყონ. გაუგზავნეთ შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად მოახდინონ რეაგირება და ჩამოხსნან თავიანთი სააგიტაციო მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან. უშუალოდ ჩვენმა კოალიცია ქართულმა ოცნებამ არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში დაიწყო შესაბამისი აქცია და ყველა ძირითად ქუჩაზე, ყველა ძირითად უბანში ჩამოიხსნა ჩვენი საარჩევნო პლაკატები. მერიის წერილი სავარაუდოდ ნაციონალურ მოძრაობაშიც მივიდა, თუმცა დღეს უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ პლაკატების ჩამოხსნას არ აპირებენ. დავით დარჩიაშვილი განმარტავს, რომ ქალაქის დასუფთავება მერიას ევალება. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ აი ენერგიას, მომთხოვნელობას, ადმინისტრირებას ჩაენაცვლა ერთგვარი აი ყველაფრის მიშვება, უნიათობა. თავის დროზე ეს იყო ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საქმე, თუნდაც ის რომ თქვა პარტიებისათვის მოეწოდებინა, მოეთხოვნა და ამავე დროს თვითონაც მიიღო ამ ყველაფერში მონაწილეობა. და ეს ხედავთ, რომ არავის არაფერი აღარ ადარდებს. ვიდრე პოლიტიკოსების საარჩევნო ნარჩენებისგან ქალაქის დამსუფთავებელს ეძებენ, იურისტებმა კოდექსი მოიშველიეს. მათი განცხადებით კანონის მიხედვით პლაკატები თავად პარტიებმა უნდა ჩამოხსნან. ყველა პოლიტიკური სუბიექტი, პოლიტიკური პარტია ვალდებულია არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს საარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა, რაც პირდაპირ საარჩევნო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. თუ რამდენიმე დღეში პოლიტიკური პარტიები პლაკატების ჩამოხსნას არ დაიწყებენ, მათ სახელზე მერიიდან უკვე ჯარიმის ქვითარი მივა. კოდექსის პარალელურად პოლიტიკოსებს მოქმედებისკენ მოსახლეობაც მოუწოდებს. თბილისელები იმედოვნებენ, რომ ამჯერად მაინც დაირღვევა ტრადიცია და თბილისი პლაკატებს მომდევნო არჩევნებამდე მოიშორებს, ვიდრე ძველს ნაცნობი თუ ჯერ უცნობი პოლიტიკოსის ახალი შეთავაზება დაფარავს.